მარიამ, ეხლა წესით აქ 2024 წლის აგვისტოში უნდა იყოს აქ ყველაფერი დასრულებული, შესაბამისი ბანერიც ეს არის სოფელი გურიანთა და გარკვევით წერია ამ ბანერზე, რომ 75 ბავშვზე გათვლილი ბაღი უნდა იყოს დასრულებული 2024 წლის ივლისშიც კი, აგვისტოს ბოლოს უკვე. თუმცა ადგილზე გვხვდება რა? პირდაპირი მნიშვნელობით ჭაობის სრული ანტისანიტარია. აქ ბევრს ნახავთ საქონელს, ღორებს, ძროხებს. აი ეხაც პირდაპირ ეთერში შემიძლია ვთხოვ ოპერატორს თან გამომყვეს და განახოთ რა მდგომარეობა. ეს ხდება ოზურგეთის მერიდან დაახლოებით 4-5 კილომეტრში. გვერდით მწვანე შენობაში არის ამბულატორია, სადაც ყველა დღე ძალიან ბევრი ადამიანი დადის და აი აქეთ მინდა გაჩვენოთ, ეს არის მერიის წარმომადგენლობა ადმინისტრაცია შენობა, სადაც ბუნებრივია ჩვენ კითხვების დასასრულად ვიყავით. უფრო იქით ვთხოვთ ან ოპერატორს რომ წამოყვეს, ეს არის გათხრილი ორმო, რომელსაც ეხლა ხედავს ჩვენი მაყურებელი პირდაპირ ეთერში, სადაც ბაღი არა, თუმცა ბაყაყები, ბალახები და ძალიან ბევრი ნაგავია. ამას ემატება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. აი ამ ორმოებს და ესე ვთქვათ, ბალოტს იქით ხედავთ უკვე დასახლება და ხედავთ რომ ღობეც კი არ არის გაკეთებული, ამდენიც მოგცემ ჩვენ კამერას საშუალებას რომ მოვაახლოთ კადრიც. ღობეც კი არ არის და აქ ნებისმიერ ბავშვს ნებისმიერ დროს შეუძლია შემოსვლა და პრინციპში ეს კადრებიც ადასტურებს იმას რომ აქ უსაფრთხოების ნორმებიც კი არ არის დაცული და არავინ იცის რა მოხდება, რადგან ეს არის მჭიდროდ დასახლებული სოფელი, ძალიან ბევრი ბავშვი თამაშობს აქ მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენ ადგილობრივებიც გვიყვებიან რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აი ესეთ ვითარებაში არის, ესეთ მდგომარეობაშია მიტოვებული მშენებლობა, მოითხოვეს კიდევაც ამ ყველაფრის მოწესრიგება, თუმცა უშედეგოდ. ეხლა ბუნებრივია საარჩევნო კამპანია და გურიანთასაც ყავს საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი, აქ დადიან ქართული ოცნების წარმომადგენლები შეხვედრას და როგორც დღეს აქ ადგილობრივებმა ჩვენ მოგვიყვეს პირდებიან ამ ადამიანებს, რომ აუცილებლად აშენდება ბაღი, თუმცა არავინ ამბობს, როდის აშენდება, არც იმას ეუბნებიან ამ ადამიანებს, რომ მილიონებია უკვე გადახდილი, 23 მილიონ ლარზეა საუბარი, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, მხოლოდ 23 მილიონი ლარი არის გურიიდან წაღებული. აი ესეთ მდგომარეობაშია სხვა ბაღებიც, რომელიც უნდა ეშენებინა ზარქუასიძეს და უფრო მეტიც, მაშინ როდესაც ეს ხელშეკრულებები გაფორმდა 2023 წელს, კომპანიის ხელმძღვანელი ნამდვილად ზარქუა იყო და ჩვენ ამის შესახებ ზარქუასიძე იყო უკაცრავად და ჩვენ ამის შესახებ სიუჟეტი არაერთხელ მოვამზადეთ, არაერთხელ დავსვით კითხვები, თუმცა უშედეგოდ ფული გადახდილია და რეალურად რა ხდება აქ ადგილზე, ამას ეხა ჩვენი მაყურებელიც ხედავს პირდაპირ ეთერში და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისევე როგორც შარშან წინა არჩევნებზე და ასე შემდეგ, ეხლაც ამ ადამიანებს პირდებიან იმას, რომ აუცილებლად აშენდება, ოღონდ როდის არავინ იცის, არც ის იციან, ვინ აგებს კონკრეტულად ამ ყველაფერზე პასუხს, რა ბედიელის ამ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და აღგრძელებს, რომლებიც სხვადასხვა სოფლებში არიან გადანაწილებული და კიდევ ერთი დეტალი ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ კიდევაც კადრში, რომ აი აქ ნახეთ როგორ არის ადმინისტრაციულ შენობაზე მიყრილი ეს სამშენებლო მასალის ნარჩენები, ესე ვთქვა და მოთხრილი მიწა და ბუნებრივია ვიყავით იქაც, თუმცა ადამიანი, რომელიც ადგილზე დავხვდა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც იჯდა კაბინეტში, გვიმტკიცებდა, რომ ის არ წარმოადგენდა ადგილობრივ თვითმმართველობას, თუმცა შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ის არის მერის თანაშემწე ესეთი სტატუსებიც აქვს აქ და პასუხები უბრალოდ ქართულ ოცნებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ აქვს. თქვენს გვერდით ბაღი ესე რამდენი ხანია ჭაობა და ბაღი რომ უნდა იყოს და ჭაობი და ღორების ადგილი დაახლოებით 1 წელი ცოტა მეტი. ესეა? დიახ. რას ამბობენ თუ გაქვთ ინფორმაცია? ნუ არ ვიცი არაფერი ახლა ამბობენ რომ აშენდებაო. დაპირებით დაპირდნენ რომ აშენდებაო, ეს იყო ნამდვილად გაწვალებულია მშობლებიც და ბავშვებიც და იმედია გაგვიკეთებენ. რა ვიცი, უიმედოდ არა ვარ და დაპირებულია რომ იქნება აშენდებაო. ჯერ სხვა იმას გავაკეთებთ და ნელა-ნელა ამასაც მივხედავთ და არ ვიცი, ვერ გეტყვი. ნელა-ნელა როდის არის, იცით ეს შარშან და დასრულებული? არ ვიცი, ჩემი გოგო, არ ვიცი. უკან ბაღი რამდენი ხანია ესეა მიტოვებული მშენებლობა? აი 1 წელია. 1 წელია ეგრეა? შაშაღამ დაიწყოს იმის მერე 20-ია. ესე გადათხარეს და ჭაობა დარჩა. კი. ასე ადმინისტრაციული შენობის გვერდზე და ბავშვები სად დაყავთ, რა შვები არის? ზოგი მე აგერ სოფელ მახარაძეში, ზოგი
ქალაქში, ზოგი მერიაში, რა ვიცი, გადაანაწილებული ასე. მასწავლებლებიც ესე გადაანაწილეს. არაფერს არ გვეუბნებია, ვითომ იქნებაო, აშენდებაო და ნახოთ და არჩევნების მერე შეიძლება აშენდეს, შეიძლება არ ვიცი რა ამ მოხდება. საარჩევნო დაპირებაში იყო რომ იქნება ბაღი ეხლა დადიანი. კი, დაგვიდე რომ ავაშენეთ ამოცულებლად. აი ეს საბავშვო ბაღი რამდენი ხანია რაც ისე ამიტავებული? არ ვიცი ვერ გეტყვით ალურა. რატომ? არ აბა ვიცი ვერ თქვენ მუშაობთ თქვენ ასაკეთებთ. აუ უბრალოდ ვარავე თქვენ მერიის წარმომადგენელი არ ხართ? მერიის შენობის გვერდზე რამდენი ხანია ბაღი არ ამიტავებული? ვიცი ადმინისტრაციულ შენობის კარი ღია და დატოვებულია? რა უკნა ეთყობა დასული არიან საქმეზე და მოვლიან ველოდები. და თქვენ აი ეს ღია ყველაფერი დატოვებული. ალბათ ხო, ალბათ მარიამ მერის წარმომადგენლებს თუ დაუჯერებთ, აი ესე დატოვებული აქვთ კარი, კაბინეტები ღია და უბრალოდ გაქცეულები არიან ან საქმეებზე არიან წასულები. შედეგი კი რაც არის მილიონების როგორ არის დახარჯული, ხედავს ახლა ჩვენი მაყურებელი, ეს არის სოფელი გურიანთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. 75 ბაუჟზე გათვლილი ბაღი უნდა იყოს აქ, თუმცა არის ჭაობი და სრული ანტისანიტარია, არანაირი უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ჩვენ დასაწყისშივე გითხარით, ეს არ არის ერთადერთი ბაღი, რომელიც ზარქუას სიძეს უნდა აეშენებინა ოზურგეთში და რომლიდანაც მილიონები ჩაიდო ჯიბეში და ბუნებრივია ჩვენ უფრო მეტ დეტალს და სხვა ბაღებსაც ჩვენს მაყურებელს მომდენო გამოშვებებში ვაჩვენებთ.